გაუმარჯოს. რაფერ ხართ, ხალხო? როგორ ხართ? დღეს შვენიერი ამინდია. გუშინ იცით რა იწვიმა, აი ჩამოით, სულ გავიხსნათ, რა. კიბებზე რამდენჯერმე რო ავედი და ჩავედი, აი ცეთ რატო ისე მაცვია. აი ეს უნდა წესით იყოს დაბლა, ეს. ანუ ეს რეზილი რა, აი ქეძოზე, მაგრამ მან დრო ვიწევ ის არის. მე ფეხებში მებლანდება და სადმე უნდა ამოვირქვავდე. აუ იცი რა მაგრა იწვიმა თქო გემრიელად, მაგრამ ეხლა რო გახვიდე, აი და სისველია ოდნა უკვე შრება და მზეა. სახეზეც მეტყობა იქ მომენტი წვიმა ხო მიყვარს, მაგრამ წვიმის მერე მზეც მიყვარს ხო. დილიდან ცოტა დავაუთოვე და ძალიან ცოტა ავავ დღეს თუ ვივაშკაცე, მორჩები მაგას. მაგრამ დღეს პლუს საქმეს ვიმატებ. უნდა გამეცხო ეს გადასაფარებელი დასაწოლი. ეს კიდევ უკვე შმაკ შეყრილი ხა მალე გამოირთვება. ხო და ხსნეიკა. ძალიან მაგარი ამინდია და ძალიან მალე დაშლება ყველაფერი და შევყრი რა ჩემი რაღა მიდის და დავხატავ იმ ერთ საროჭკას სანამ რა შემოვა სკოლიდან. პატარა კომპიუტერით დავხატავ არ არის ისეთი საროჭკა რომ ვერ დავხატო პაწაწინა კომპიუტერით. ამიტომ ასე ვიზა. აჰა. ეს რეცეს. და ისეთი ამინდია რომ ამას რო გავრეცხავ, ისე ამას გადავაკრავ. ანუ გაშრება რა. ზოგადად ძირითადად მასე ვხმარობ. ერთი კვაინიჟე, აი ზამთარში უფრო ვერ ასწრებს გაშრება, შეიძლება მეორე ვიხმარო. თუ არა და ერთ და იგივე ხოლმე. არ მაქვს მაინდა-მაინც გართულება რომ სხვადასხვაში რო ვიწვი. და შეიძლება შუქჩამ ხრანში შევდივარ და დიქტატორების ერთთან ვიყურები რა ფერში ვწევ. ასე რომ ასე. გადადი შეპაწაწინა საწოლში ცოტა ხანი. ბალი შევცვალ გავიტანო ცოტა ხნით გარეთ. თქვენ რა სიტყვით. თქვენ რა სიტყვით. შეიძლება ეგეც ოდიაკ. ღამე რო წვევი ხოლმე, წუხელას რომელი 12 იყო დაწყებული რომ დავწიქია და წვევი დავიძინებ მეთქი მოგატყუებთ. კაცო, კარი მაგ დაკეტილი. კატა საიდან შემოვიდა? რა ხდება? საიდან შემოხველი? ფანჯარა მაქვს და იმას შეხედე. ეს ვერ შემოვიდა, ეს აბუეტი. ეს შემოვიდა, გარეთ არის მშვენიერი ამინდი და ეხა ჩადი დროზე ძირს. ეხა და ხეიბას ის იქიდან საიდან გავიპინტრიშო. იქითაც ღია მაქვს ფანჯარა. ვაჟბატონო, ვინ გითხა შემოდიო? რა, დედას ლამაზო. დაიცადე ფარდა არ გამიფუჭო. ვაიმე, რა უყომ ვირგლას. რა უყობ ჩემ დაჭყეტილ ვირგლას. მოიმე ჩემი ცხოვრება ეს. აბა ეხა დავაი აქედან. მიდი, შვენიერი ამინდია შემომივიდა შიგნით. გაწე კურტუმი. ბატ. ესეც ესე. ეხა ჯერ შევყრი ისეთ რაღაცებს, რაც ცოტა დროულად ირეცხება ხოლმე მუქი ფერები და მე გვიან უყრი ხოლმე თეთრებს. ესი არა გოგო. საიდან აქ წინა უკან. ესია. ჩემი არის 10 კილოვანი მანქანა და აი ამ საბანს
იდეალურად რეცხავს და იდეალურად ეტევა. აქამდე მქონდა ნინო იყო 2 თვისა, რომ დედა მიყიდა სარეცხვის მანქანა. და იყო 6 კილოვანი. და მეგონა თავი რაღაცა, აი, მაშინ მანამდე არ მქონდა იმით რომ ეცხავდი ხოლმე კაცო ხელით და აი ძალიან ძნელი იყო რა სამ ბავშვის ხელით. დარეცხილი, მერე პლუს ჩვენი ანუ სადღაც 2 საათი, 2 საათი ნახევარი. არ შემოხვიდე 2 საათი ნახევარი, 3 საათი უნდებოდა მარტო სარეცხს. ხო და დედა მიყიდა სარეცხვის მანქანა. ეხლაც ამაქვს ეგ სარეცხვის მანქანა, უბრალოდ 40 გრადუსზე ზემოთ აღარ რეცხავს და მე კიდევ ძირითადად ხარშვაზე. აი, გადედგა. ფუ, გადი გარეთ, ვეღარ ვთქვი. დროზე არ შემოხვიდე ფარდა არ გამიფუჭო. ქცე მიცოდე. ხო და აი თავი მეგონა რაღაცა რა და ეხა მაგ 10 კილოვანი ანუ 40-ის ზემოთ რო აღარ არეცხავ და მე გამოვცვალე და სხვა შორს 2 წელს წინ ვიყიდეთ რაღაცა YouTube-ის ხელფასით 1100 ლარი მივეცი. ხო და ეხა მაგ 10 კილოვანი ხარ. აი დღეს შეიძლება 4 ჯერ რეცხავდე. და საიდან მოდის ამდენი სარეცხი? ვერ ავდივარ კიდე რა და ის 4 კილოვანი როგორ მყოფნიდა? კი არა 6-ია. არ ვიცი. გარეთ მე ხო გითხარი შენ? მოდი, მოშორდი. ჩქარა. გოჭი გამოდიო შემოდის. ეხა ბარე მამებს ჩავიტანთქო და ყავა დავდიოთ. მე ერთი ხელი ლაშარო შეძლებს ეხა კი მანქანით წავიდა. სკოლაში წავიდნენ, რომ შეძლებს წავიდეს თბილისამდე. დავიწყებთ ნელა რამე რუმეების ყიდვას. საწოლისთვის. მაგალითად, ტელეფონი ჯიბეში მაქვს. სადა მაქვს? სადა მაქვს ტელეფონი? ეს არა კაცო ხელში რომ მიჭირე ვეგარა. სადაც მირეკავი, ნუ აქ არის. ვიყიდოთ საბანი. ლეიფს არ ვყიდულობ, ვიყიდოთ თეთრეული. ჯეჯრებთ ერთი ხელი ყელში ამოუვა. ასე შემდეგ. აისე. მაგარია მინდია გარეთ. ყავა დავლიოთ და მე გამოვუშვებ ქათმებს. ეს ოდნავ დავტოვებ ღიას რომ შეიძლება ის დეგენერატი მაინც გადმოვიდეს იქიდან. ყავა დავლიოთ სიწყნარეში. რო ესა მე აწიულდებიან ეს ქათმები. გავხედებთ იმას, აბა შეძურა თუ ექსის პანჯარასთან. შევიდო და ურე არაჩენს. არა, გე. ჩამოხვედი? თქვენი მოხარშული ხორცი დამთავრდა. ო. დილას ავადუღე ჩაი. გავაკეთე ყიყვიყვები. ხო და ლაშა გამოვიდა პლოშაკიდან. და სუნი ხო გაიგო და აი 20 წუთში გამოირთვება. რას აკეთებ? მე კი რას ვაკეთებ? საჭველს გიმზადებთ. ქალობ და ასე შემდეგ და დღეს რა დღეაო? მეთქი 4 შაბათი. რა კარგია და დიდად დავახვავე. ეს რა ქვია? ყიყვიყვები. აი რაც ნიშნავს რომ ჯერ ხო არ გამიღია ფანჯარა ვინმე. ეცადოს გავაკეთო. შა. აიგრე. გუში ვარ იყვნენ სკოლაში. ამიტომ ერთი დღე ამომივარდა მეც და ჩავთვალე რომ იყო სამშაბათი და დიდი თავმომული ყიყვიყვები გავაკეთე. მე ისე გადავაკეთე პავიდლოთ და წავიდრე.
ჯაკობსის ყავა მურჩი. ანუ რაღაცა მწარე იყო და არ მომწონდა. სხვა გზა არ გავლიე. და ვიყიდე ჩვეულებრივი მაღაზიის ყავა წონის. ეს არის 5 ლარის. ხო და მომწონს ხოლმე ლელასთან ნაყიდი ყავა ძალიან. ჩემი მეზობელი. მიყვარს ლელას ყავა. კაფიც აქვს იდეალური, ვისაც კაფი უყვარს. ნუ ეხლა შენ ზია დამოკიდებული გადაადუღებ და აღარ ექნება, მაგრამ ანუ მე მიყვარს კაფიანი ყავა. რა, კარგად დუღდება რა. ის ხო ვერ დავაყენე საშველი რომ ის ვიყიდო. ეჯერადები. მაგ კოფეს. რა ვიცი. Recese. არ გადაგაგდოთ. აი მე სახურავით ხა ჯერ მივედი და მოვედი. სულიც ისიც ასიამოვ რა იყოს. მე ყმაკავას. ეს გავიტანოთ მარანში. და დავსხდეთ. ვიცი მაგ დავიჭდე. ავა დავლევ და პალას დავლევ და მე დავხო. დღეს მაგ გეგმაში მტრების გადაწმინდა კარგად და გემრიელა. სხვადასხვა გუშინ იმ შამპუნით დავიბანე. ანუ ან ძალიან გამომიშვე იმ საპონმა. რაც რითიც დავიბანე შამპუნი რო არ იყო ის წინა დღეს და ანუ რაღაცა მშრალად მაქვს რა. მოვტყუდი ბალზამიც უნდა მეყიდა. ხანდახან არ ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რომ ცხიმიანი თმა მაქვს და ვერიდები ხოლმე ბალზამს, რომ მეორე დღესვე შეიძლება ვიზუალი მქონდეს ისეთი, რომ მეგონეს რომ დასაბანი მაქვს. მაგრამ წასასვლელი რო ვარ ბანკეტი ბოლოზაზე სამაგისოდ გამოვიყენე. ამთავრებს ჩემი ქალბატონი 10 კილოვანი. და ალბათ დღეს დავრეცხავ 4 ჯერ მაინც უცოტა მეტჯერ არ ვარ ეცხინებ მეცოდება ხოლმე. ადამიანია ბოლო-ბოლო. ადუდი და მე თუ როგორ მყავს თიამინი. ძალიან. რატო წახვედი ჩემო ლამაზი? ბუერა. გადაწილო ბუერა. რა ზოყარელი. დაცხა ხალხი. 9 საკლია 5 წუთი. დღეს უნდა გავაკეთო ჯონჯოლი ყველა ვარიანტში და მაქვს გასარეცხი ერთი ქვაბი, რომელშიც აი კატას და ძაღლს მოუხარშე რაღაცა ტყავები, ხორცები, რაღაცები და გუშინ დავაცარიელი რა. ხო და მაგაში ვასტერილებ ხოლმე. მაგ ქვაბს მაგისთვის ხმარობ ძირითადად გასასტერილებლად და ეს ასე შემდეგ რა, აი პავიდლოები, ისინი. ყველაფერს ვაკეთებ მაგაში. თხელი ალუმინის ქვაბია და აი იცი როგორ იხეხება გემრიელად რა. საპნით და ჟელეთი. ხო და წაუყრუებდი კიდე, მაგრამ ისა მაგაში უნდა გავასტერილო. რო დავტოვო გამჭდება, ამიტომ სხვა გზა არ არის, უნდა გავხეხოთ.
გახდის დროა ნელ-ნელა. ოღონდ მე ესეთ სარაფლებში კომფორტულად ვერა ვარ. არ ვიცი რატო. თუ ესეთი ოდნა მკლავით არ არის, გონია რომ ტიტველი დავდივარ. ოღონდ მართ სადაც არ ვიყო. მაგრამ სავარაუდოდ ჯერაგე 9 არ არის და აი კარგად ცხება უკვე. და ალბათ 2 საათზე შეიძლება თუ ტიტველა დავბოდე. თქვენ ნახოთ ფეხზე რამსის იმაცია მუხლის ზემოთ გეტრები. პაპუასივი დავდივარ. ვაი. აი ხა მოვიდა გაზაფხული. წინა 2 თვე არ იყო. ასეც იწურება უკვე. დღეს რა რიცხვია 13? ნაინთი აბა. 13 მაისი. წაღან Facebook-ზე შევედი და მარტყოფილ გოგოებს რა ვიზოგს რა ზოგი რას აკეთებს ზოგი რას. ესე იგი სამისა შეხვდა მარტო რომ ვალებს ითხოვს, ხალხი ითხოვს ვალებს და გამახსენდა ჩემი თავი. ადრე რომ მქონდა ხოლმე ისინი რა ქვია მეორადები. რასაც ვერ ვიტანდი. ჯერ ხო აუცილებლად ეხა ვისაც ჭირდებოდა 2 კვირაც დამიცდია, 3 კვირაც მეტიც დამიცდია. ოღონდ აი ესე რომ მოდის ადამიანი და გეუბნება რომ აი ხა წავიღებ, მაგრამ აი მაქსიმუმ 1 თვეში მოგცემ. არაა პრობლემა. და ის 1 თვეს არ გადაუცილები კი არა ადრევეც მოუტანია. ესეთ ადამიანებს ნდობა მაქვს ძალიან მაგარი და დღემდე ამათ რო ხედავ ხოლმე ვიცი რომ ესენი არიან სიტყვის ხალხი. და ზოგადად რადგან ამას არ გადადიან ამ თავის სიტყვის ცხოვრებაში მასე იქნება ალბათ და მაგრამ თან რო იციან სიტყვაზე უჭირს და რაღაცა და მე ვყიდდი ესეთ ზედებს ძირთად ფულეს თბილებს რა და ზამთარში რომ უნდათ და რაღაც როგორ ეტყოდი არა სიწახი ეხა შენ თუ ფულს არა ვატანდი ჩვეულებრივ მისიაზე თუ არ იმუშავე ვერ იმუშავე მაგრამ იყო კატეგორია ხალხის რომ თან ჭირდება ეხა ფული ხომ ჭირდება მე მგონი 25-ში მივიდოდი ექიმით ერთ კვირაში რა დაახლოებით ხო ბოლოს არის მე რამდენიმე დღეში ეგრე ხო და კი ვარ იქ აღარიცხვაზე და რაღაც ნაწილს მაინც ვიხდი ხოლმე და რომ გეტყვიან უნდა წესით ჩარიცხო ან უნდა უთხრა რომ ისა აი კიდე გადამეწიან რაღაცა მოხდა ხო არა უშვა კაი პრობლემა არა მაგრამ მაინც არიან ხოლმე ეგეთი კატეგორიის ხალხი და ამას რო წაიღებდნენ ხოლმე ერთის ვიცოდი რომ ამ ოჯახს ვიცნობდი ესე იგი ერთხელ წაიღო მაიკები ბოდები ის 100 ლარის და მითხრა რომ 2 კვირაში მოგცემოდა ვიცნობდი ამ ადამიანს ბავშვობიდან და ვიცნობდა მეთქი რა პრობლემაა არაფერი გაწაიღე 2 კვირა რო გავიდა და მე 3 კვირა რო გავიდა და მივწერე რომ მეთქი ამ თავიდან როგორ მერიდებოდა ხოლმე აი სიკვდილი მინდოდა და მიწერა არა რომ ფული იქნებ რაღაცა გამიხერხო რა ნაწილი მაინც მე რო ხედავდი ნაგლობებს ის რომ აი რომ ამას რომ მიწერდი და აი რომ დააგვიანებდნენ რა და რომ მიწერდი რომ იქნებდა რაღაცა მე დაიწყებდნენ ხოლმე ეს რა საშინელად იცი აღმეთო ამოიწყვეტავდნენ ხოლმე ყველაფერს როგორ მაგიზიანებ და აი ჩემი შვილი დავაწვინე სავატყოფოში ან შვილიშვილებს ესე სჭირდებოდათ ფული არის მომწერე რომ ვიცოდე ანუ რა თმინდა თავს რო იმათ მომწერე და ადამიანურად გეტყვი რომ არაა პრობლემა არის ნერვიულო რაღაცას ვნახავ მაგრამ შენ მომწერე პასუხისგებლობა აიღე როცა უნდა მოგეტანა და არ მოიტანე ეგ უნდა გექნა ხო და აი ხაც რომ ხედავ ხოლმე რა გოგოები ბევრნი არიან მარტყოფში რაღაცას რო ყიდიან და ზოგი ეივონი, ზოგი რაღაცა საოჯახო რაღაცები, ზოგი რა ანუ ხო არის რა რომ ესე ონლაინ ძალიან ბევრმა ისაქნა, რატომაც არა, კაცო. ვინც ვერ ახერხებს ამ პატარები ყავა რაღაცა, ცდილობენ რაღაცა შემატონ ოჯახს და აი მე რო ვალზე წერენ, ხალხ ნუ იქნებ ვალი გაგახსენდეთ. ანუ ადამიანი ჩურჩხელას რო იყიდი და ვალი რო გაქვს. ადამიანი მაგიდის გადასაფარებელს რო იყიდი და მე ვალს აძახებინებ ადამიანს.
ხან მეგონა ხოლმე ძალით გავატარეთ ხო რა ეს ბოდეები და რაღაცები. ხო და ერთი წლის მანძილზე აი ძარს მე ვიყავი და ძარსის. ოღონდ იმიტომ კი არ ხო სასაცილო რა იყო იცი? ხო მეტყოდა ამას. მე მეტყოდი კაი ხო რა პრობლემაა კაცო ხა ბავშვია რაღაცა დაგჭირდა ის მაგრამ და მეტყოდა თვითონვე აი ერთ კვირაში მოგწე. ერთ კვირაში გავიდო და ერთი კვირა გავიდო და ორი კვირა გავიდო და სურათებით ხედავ რომ რესტორანში გრიალებს ხალი რა. ხან თავის დაბადების დღე ხან ვიღაცის დაბადების დღე ხან იმისია ხან აი არაფერს არ იკლებს. მე მეშლებოდა ხოლმე ნერვები და მე აი ზეწოლაზე მივდიოდი ხოლმე. იმიტომ კი არა რომ აი ის ფული აღარ მაინტერესებდა ხოლმე. იმდენად რომ გიკიდებს ადამიანი რომ თავისას ისწორებს რა ესე ვთქვა და შენ ბოლო კატეგორიაში გადადიხარ რომ მე მოგცემს რა ოდესღაც კაცო რა არც მოგეცემა არც დაგეკარგება მაგ ტიპის ადამიანი იყო. ხო და აქ აღარა ცხოვრობს მე მგონი გადავიდა. ხო და მივწერე რომ მეთქი აბა რა ხდება ისევ ხარ რომელიც ჩააწვიდა სავადმყოფოში ხარობელი. მე ვთხარი მეც სამჭი თანცი რა პერიოდი იყო ხარ ნინო რო დამყავდა გამოკვლევებზე და ორ კვირაში 4000-დან 5000 ლარამდე გავისროლე კვლევებში და 1000 რაღაცაში ანალიზებში და რა გერმანიაში გაგზავნა იყო და რა ის იყო რა და აღარ ვამბობ კიდე იმ მასაჟებს ანუ იმ პერიოდში დამეფრთხო ხო და ზუსტად ეს პერიოდი იყო რომ აი მეთქი იქნე მეც მჭირ ბოლოს უკვე გადამეკეტა იქნე მეც მჭირდება შენი არ ვიცი მაგრამ მე მართლა მჭირდება მე ვხარ ზუსტად იმისთვის რისთვისაც შენ ამდენი ხანი ერთი წელი ძლივს ამოვიღე 100 ლარი სულ ცოტათი ოღონდ იმიტომ აღარ წერდი რომ აი 100 ლარი მჭირდებოდა არა აი მეთქი ამა როგორ უნდა მაჯობოს სინაგლეში როგორ უნდა მაჯობოს ამან აი საერთოდ აღარ მინდოდა ის არც ნაწილ მოცემული არც ის 100 ლარი რა სიტყვაზე ის ნაწილ რო გაძლევს ადამიან ხუფრო არ ჩანს და მაგრამ აი ბოლო კაპიკამდე ამოვიღე იმიტომ რომ ნაგლი ადამიანი იყო იცი რა არის არა პრობლემა ყველას აგვიღია რაღაცა ნისიად აბსოლუტურად ეგ მასე რო არ იყოს რავი ხო აი რავი ჩემთან მაგალითად ხდებოდა ეგე რომ მეუბნეოდე და არ იყო პრობლემა თან ახლა სოფელში ყველას იცნობ რაღაცა და სად გაგექცევა ხო ბოლო და აი მართლა აი ძალიან იშვიათი იყო ესეთი ნაირი ხალხი რომ აი წერდი რომ მეთქი იქნე მომხედოთ რა ვიცი იქნე მჭირდება მეც თან ბოლოს იცი როგორ იყო ბავარა ვისგანაც მომქონა მიტრა საერთოდ არ მიცნობდა ადამიანი რა საერთოდ არ მიცნობდა ეს კაცი ბატონი ბავარი ასე მიუმართავდა ხოლმე და ეხაც ვუყურებ ხოლმე მაგათ ლაივს ეხა ბოდეები მინდოდა მაგრამ საფცხოვროდ შეიძლება არც გქონდესო და ამიტომ გადაველი ნაწილ ყიდვაზე აი ადამიანი არც მიცნობდა და რამდენჯერმე ისე მომცა ფუთა რომ ფულიო მერე გადაიღო ანუ თუ გიდაო არა არის პრობლემა წაიღეო მაგრამ იმდენად ჩემზე არ იყო ეს დამოკიდებული სიტყვაზე გავამერთო მე უნდა დამეწყო ვალებზე დავა მომიტანეთ რომ კაც უნდა მივცი ამა ეს კი მენდო მაგრამ მე რა გავაკეთო თუ არ მომცემ ხო არ მომქონდა ხოლმე მაგის გამო რომ ვიცოდი რომ ვიღაცა გამიჭედავდა და ვიღაცა გამიწელავდა ვალის აღებას და ბოლოს უკვე აუ თან იცი რა იყო მაგარი ეს ფული ხო ამოვიღე ერთი წელი ვეკაჩე ამოვიღე და მომქონდა ხოლმე იმის მერე რომ კარგად ხმარობდი რჩებოდა სახშიც ხმარობდი ჩასაცმელებს ბავშვებისთვის და რჩებოდა და პლუს ვატრიალებდი ხოლმე და არ არის გამორიცხული მე კიდე დავიწყო იმიტომ რომ მართლა მე მიტრა ძალიან თვერში დამიდგა იმ დროს როცა მჭირდებოდა ხო და აი ძლევს რო ამოვიღე ვალი და რაღაცები მოვიტანე და მწერს აუ ეს თუ გაქვს მე ვიდეოებს ვდებდი ხოლმე და სურათებს რა პროდუქციის და ესენი გადამიდე და რო ამოვალ წავიღებ ქალ ერთი წელი გეკაჩე ფულზე სულ რაღაც რავი მეგონა რომ ძალით ჩავაცვის დასაცმელი და გავატანე და ეხლა როგორ აფიქრობდი იმას მივცემდი რამე ეს კიდე არა მე მივწერე კი ბატონო არაა პრობლემა ოღონდ ადგილზე ხდება გადახდა მე ვწერდი მოდით ოღონდ თანხა ხდება ადგილზე არანაირი მისიაო
ეს იყო იმათ გასაგებად, ვინც ესე მოწვალებდა ხოლმე თორე. ის რომ ხალხი სალიდისიათ აღარ ვაძლევდი, არა. ძალიან ბევრი მაგ პერიოდში გავიცანი კიდე რომ მეორადები მომქონდა და მიხქონდა, თუმცა ერთ არ ვიცნობდი ისი ადამიანს და იმდენად ნდობა მქონდა, რომ აი რომ იცოდნენ ხოლმე რომ მაგალითად ხვალე უნდა მოეტანათ და მომწერდნენ რომ აი ხვალე უნდა მოგიტანო აუცილებლად, ოღონდ საღამოს ხანს და არ გეგონოს რომ ან გადაგაგდე რაღაც იმდენად ნერვიულობდნენ ხოლმე ასეთი ის და აი მასეთ ხალხს რას არ მივცემდი. მაგრამ იყვნენ კატეგორია რომ ესე დაგათრევდნენ რა წინ და უკან. ასე რომ რაღაცას რო აკეთებ აუცილებელიც არის რომ ესეთი მიდგომა გქონდეს რომ ვიღაცას დააცადოთ ამხა ვიღაცას რაღაცა ნახატებიც გამიყიდი ამას რა უნახატზე იყო ერთი კიდე სუიმას შეიძლება რაღაცა მისია დაიღო კაი მისცე რაღაცა აიღო სულ ყველას გავუკეთებ ეგეთი რაღაცა სუიმას აი შეიძლება ადამიანი იძულებული გახდეს რომ აიღო სასიცოცხლო რაღაცა მაღაზიიდან იქნება თუ ახლა აი ელემენტარულად ვთქვათ პური უბრალოდ რომ არ შეუძლია იმის ანუ იმის გარეშე ანუ მიიტანოს ბავშვებს აჭამოს შვილებს აჭამოს რაღაცა მაგრამ ადამიანი რომ და ვერ გადაიხადოს სიტყვაზე არ ქონდეს საშუალება რომ ვერ იხდიდე და რაღაცა ნერვიულობდე მაგრამ ეს სიცოცხლისთვის აუცილებელი რაღაცა იყიდე და რაღაც ადამიანი ნახატს რომ შეგიკვეთავს ერთს არა, სამს თუ ოთხს. დღეს ხვალ ზეგ, ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა, 10 კვირა. მერთო ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან. ანუ ესეთ ადამიანებზე მაგ ხოლმე როგორი მიდგომა, იცი? ფული იმდენად არ ამჭირდება, რაც ის რომ აუცილებლად უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ არ არსებობს ვერ გადამახტები თავზე. თორე რომ თქვა რომ აი ეს მე მაგალითად ამის დახატვა მინდა ძალიან ბევრჯერ ყოფილა და ეგ ჩემი უფლება ვის და როგორ და რანაირად მივცემ. აი ბევრჯერ გამიგია რომ ერთი ის იყო რომ ესა სურვილი ჰქონდა რომ რაღაცა ჩემი ნამუშევარი ქონოდა გავიგე. და როგორც კი ფულს მოვიგდებ ხელში აუცილებლად ვიყიდიო. ეს ჩემთვის იმდენად ის იყო აი სასიხარულო. ადამიანი ვერც გთხოვს რომ იქნებ ცოტა დამაცადო, არ რაღაცა. არა ფულს რომ მოვიგდებ ხელში აუცილებლად შევიძებ. არც ერთ კაპიკს არ გამოვართმევ ეს ადამიანს და მიჩუქებია და ასმაგად მე უფრო ბედნიერი ვყოფილო რა ეგეთი ბაშა. მითხარი ადამიანო. ჭირდება უბრალოდ მინდა ძალიან და აი თანხაზე რაღაც აი მოგაწვდი, როცა მე მითხარი, როცა გექნება, არაა პრობლემა. რომ მეუბნები ხვალე და ერთი წელი დაგდეო. იმიტომ დაწყვეტილი გოგოებს ნერვები, რომ სუფულს აყვირია ხოლმე Facebook-ზე. ბოლოს უკვე მუქარაზე გადადიან. გეფცების სკრინებს დავდებ და სურათებს ფული მოგვეცით. კაი რა. არ შეიძლება ეგეთი რამე. არ შეიძლება ეგეთი რამე. ადე მანან, გამოიქა ეხლა შენი საერცხის მანქანა. გაფინე და ახალი შეყარე და წავედით დასახატად. ერთ ადამიანს შევპირდი კიდე 3 საროჭკის დახატვას. რუში გამაძგენდა. ოღონდ ნახატები არ ვიცი ჯერ. წესით უნდა მომიტანოს პარასკევს და შაბათ-კვირას დავხატო. ოღონდ არ ვიცი რამდენად ვეტყვი თანხმობას, ჯერ ნახატები არ მინახია მე. ხვალე ჩამიყრიან და განახებო. მაგრამ გამახსენდა რომ უთხარი რომ მეთქი თუ ისეთი რამე არის დავხატავ, არაა პრობლემა, იმიტომ რომ ახლებს უაშვეუბნები უკვე ვეღარ და როცა აღარ არის უკვე. მეც ხონა მივხედო არის ეს ბოლოს არის სიტუაცია რაღაცა. დღეს იმ ახალ კაბას ჩავკერავ. გუშინ ჩავიცვი. და კარგად მაქვს, მაგრამ აი თითქოს ოდნავ განიერებ. აი სადღაც 1 თითო სანტიმეტრით რომ ჩაუშვა ბოლომდე, აი
აი ეს ხوارი ეს იღლის, აი ცოტა ქვემოდან რა. დავბლანდავ ჯერ არ ჩავკერავ. ჩავიცნო და ისე შევხედა. რომ მე რაღაცა ორი თვე კიდე წინა მაქვს, ეგ რო ჩავიცვა ხოლმე. რავი, დღე რო მაგალითად რაღაცას ჩავიცმე და კარგად ხვალე უკვე მიჭერს, ანუ რაღაცას რა ვიცი. უსწრაფად მეზარდება მომცერი და ისე რომ მე ჩავხსნა ის რა, ერთი თვის მე რომ ჩავიცმე ისე და რაღაცა, ისეთი კაბაა რომ თავისუფლად ჩაიცმევ, ტაძარში ჩაიცმევ, იქაც ჩაიცმევ, აქაც ჩაიცმევ. ესეთი იმეების ყიდვა მიყვარს ხოლმე. წავედი. ხო და თუ ეს საროჭკები დავხატე, ეს სამი როგორი სურათები იქნება, ვნახოთ რა. თუ ესენი დავხატე, შარშანდელ საროჭკებს მე მგონი 1 თუ 2 საროჭკით გადავასწრებ. მაშ აბა ჰე, ხარხნო ბედნიერი დღე ყველას. პაკა-პაკა.